აქცია გაყოფილი, ნაწილი იყო აქ, ნაწილი იყო ტელევიზიასთან, იყო მეორე ნაწილი. პირველი დაარბიეს ტელევიზიასთან დაშალეს აქცია და შემდეგ ტელევიზიის ხალხი შემოგვიერთა. დაახლოებით იყო 2000 ადამიანი, როცა დარბევა დაიწყო იმ მომენტისთვის. აქედან შემოვიდნენ ესე ტანკებით თაგენით, შემდეგ ასე ჯაჭვი გააკეთეს, შემდეგ სოლივით წამოვიდნენ და სოლივით შეჭრა გააკეთეს. ფაქტობრივად ჭყლეტა გამოიწვიეს იმით, იმიტომ რომ გასაქცევი აღარ იყო, ფაქტობრივად ალყასავით იყო, პოლიცია დაგვეხმარა, შემდეგ დაეხმარა ხალხს, გახსნა და აქედან გავედით. ეს არის ერთდროულად ერთმანეთში აზრილი რაღაც ტკივილი, სიხარული, გამარჯვება, რწმენა, სამშობლო, მომავალი, თავისუფლება. რომ მეკითხებიან მართლა ესე უპასუხობ, რა არის 9 აპრილი ჩემთვის ყველაფერი. ჩვენ შიშველი ხელებით აი აქედან თავისუფლების მოედანი ვასმაი პალკმა დაიკავა მთლიანად, დაიძრა ტანკები და აი მომენტს ვერ ვიხსენებ, უცბად როგორ გაჩნდნენ ნიჩბოსნები. უცბად ამ ტანკებს რო უხურებდით, რაღაც მომენტალურად ნიჩბოსნები დაიძრნენ და გამოგვეკიდნენ. მერე იყო საშინელება. ენით აღუწერელი. აქ რო ვიჯექით ხაშვეთის უკან მოხვდი, გზდიეს, გორკის ძეგლამდე გზდიეს. მაგრამ დღესაც ვიხსენებდი, წამლების ქვეშ იყვნენ. მოგვერეოდნენ, დაგვეწეოდნენ. მთელი დიდი გუნდი გარბოდით, ამ გორკის ძეგლამდე მივედით და მერე უკან დაიხიეთ. ჩვენ გავაგრძელეთ გზა, წავედით ვერის იმას უნივერსიტეტს უნდა შევაფაროთ თავი. და წავედით ვერის მდინარე გადავლახეთ უნივერსიტეტში ავედით. იქ მოვიყარეთ თავი, მაგრამ იქაც მოვიდნენ ესენი ტანკებით, ნიჩბოსნებით და იძულებული გავხდით ისე უკან დაგვეხია, წამოვედით იმავე გზით, ისე ხაშვეთით შემოვედით და მოუსწარით 8 საათზე. აქ ჩვენს დაჩეხილთან ამებრძოლებს. ყვავილებით იყო მორთული აქაურობა და ყველანი რომ მოვდიოდეს იმ ყვავილებს ვალაგებდით რაღაც და თქვენც არ მოიდგინეთ. თურმე აქ ეს მოწამლული იყო ყველაფერი და ის უბედურება, რაც დაატრიალა მაშინდელმა ბარბაროსმა იმპერიის სახურებმა, ხალხი დაიწამლა კიდე.